მოგესალმებით მეგობრებო. Დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი, სადაც განვიხილავთ თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა smartphone-მა გაძლოს უფრო დიდხანს. ეს ელემენტის გამძლეობას არ ეხება, ზოგადად არის რაღაც კომპონენტები, რომლის არ გაკეთების შემთხვევაშიც თქვენ smartphone-ს ექნება, ასე ვთქვათ, ჯამური სიცოცხლის უფრო დიდი რესურსი, ვიდრე ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ აი ამ ყველაფერს გააკეთებდით. წინა ვიდეოდან 300-ზე მეტი გამომწერი მოგვემატა, რისთვისაც დიდი მადლობა ყველას და იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო ამ გამომწერების მხრივ დადებს უკეთეს შედეგს. ამიტომ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და შეგვიძლია შევუდგეთ საქმეს. მოკლედ, როგორც ასეთი smartphone-ის გაფუჭება არ არსებობს, რადგან ეს ყველაფერი დამოკიდებულია რაღაც კონკრეტულზე. კონკრეტულის გაფუჭების შემდეგ ვიღარ სარგებლობთ რაღაცებით. ეს შეიძლება იყოს დატენვის ბუდის გაფუჭება, ეკრანის გაფუჭება, ელემენტის და ასე შემდეგ. მოდი დავიწყოთ ზოგადით, რაც ყველა კომპონენტისთვის ძალიან ცუდია. ეს არის ტემპერატურა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ეს არის როგორც ძალიან დაბალი, ასევე ძალიან მაღალი. პირველ რიგში შევეხოთ ეკრანს. გარდა იმისა, რომ ეკრანის კი არა ყველაფრის დაზიანება ჩვენი ნებით შეგვიძლია, გულისხმობ ფიზიკურ დაზიანებას, შეიძლება დაგივარდეს, შეიძლება მანქანამ გადაუვაროს, შეიძლება დააჭდე და გადატყდეს, ასე შემდეგ. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სიცხე ძალიან ცუდად მოქმედებს ეკრანზე. მაგალითად, ზღვაზე ხართ წასული დასასვენებლად, იქ სანაპიროზე გიდევთ ეს smartphone-ი, ამ მომენტში ხდება გინდ წინიდან ეკრანის მხრიდან გინდ უკნიდან სისხლების პირდაპირ დარტყმა, ესე რომ დავარქვათ, შემდეგ smartphone-ი იწყებს გახურებას, უკუღმათ უგვიდევს ეს მზისხივი უკან არტყავს და შესაბამისად დიდი შანსია, რომ უშუალოდ პლატის ნაწილში დაზიანდეს რომელიმე კომპონენტი, თუ ამოტრიალებული გვიდევს ეკრანი, გინდა არ გინდა აუცილებლად დაზიანდება, მაგრამ ეს დაზიანება იმას არ ნიშნავს, რომ ერთი კვირით უყარ ბათუმში წასული და ერთი კვირის განმავლობაში ამას აკეთებ ყოველდღიურად, მერვე დღეს უკვე გაფუჭდება smartphone-ის ეკრანი. არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ ამ ყოველფრის სისტემატიური გაკეთებით ძალიან დიდი შანსია, რომ საბოლოო ჯამში დედა ეტიროს ეკრანს. დაკარგოს ფერები, გაჩნდეს screen barn-ი. Screen barn-ი არის პიქსელების დაწვა, ვინც არ იცით, რომელიც ხდება ყველაზე ხშირად OLED და AMOLED ეკრანებზე და ეს ყველაფერი გამოიყურება შემდეგნაირად. როდესაც smartphone-ის ეკრანზე არის სტატიკური კადრი, ანუ ისეთი როგორც ეხლა არის, ყოველგვარი რაღაც 11 მოძრაობის და ასე შემდეგ, თუ რაღაცას უყურებთ დიდხანს ან ერთ ადგილას ხართ გარჩერებული, ძალიან დიდი შანსია მოხდეს პიქსელების დაწვა. ანუ რა ხდება, ხო? Facebook-ში ვარ შეიძლება შესული პირობითად და მაქამდე TikTok-ში ვიყავით ძალიან ხშირად. ეს TikTok-ის ძალიან კრთალი კადრი ამ Facebook-ზე, მაინც ძალიან არასასიამოვნოდ გამოგვიჩნდება. საბოლოო ჯამში smartphone-ი ცოტახანი გათიშვის და შემდეგ ხელახლა ჩართვის შემდეგ შეიძლება ოდნავ ეს სიმკრთალე გაქრეს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამის მოგვარება არ არსებობს. ყოველთვის ექნება თქვენ smartphone screen barn-ი იქამდე, სანამ რა თქმა უნდა არ შეცვლით ეკრანს. ამასთან ერთად ამ ყოველფრის მიზეზი შეიძლება იყოს ეკრანის განათების ბოლომდე აწევა, ამიტომ ეცადეთ, რომ ნაკლებად გააკეთოთ ეგ ყველაფერი და პლუს ამას დატენვის დროს smartphone-ის დატვირთვა. ამაში გულისხმება თამაშები, ვიდეო გადაღება დიდი ხნის განმავლობაში და ასე შემდეგ. მოდი ახლა თემატურად გავყვეთ და რადგან დატენვა უახსენეთ, მივადგეთ კაბელს და ადაპტერს. რის გარეშეც კიდევ ტენით smartphone-ს უკაბელოთ, მაგრამ ყველას ხო ვერა. ბევრი არ ეთანხმება ამას და ამბობენ, რომ რატომ უნდა გადავიხადო 100 ლარი ადაპტერში, როცა 5 ლარიანიც მიტენის და ამით იმას ამტკიცებენ, რომ არ არის საჭირო ორიგინალი ადაპტერის შეძენა. ძალიან დიდი სისულელი და ძალიან დიდი მითია ჩემო მეგობრებო ეგ ყველაფერი. ერთადერთი რაშიც შემიძლია დაგეთანხმოთ არის ის, რომ ორიგინალის ყიდვა არ არის მაინც და მაინც აუცილებელი, ანუ Apple-ი არ უნდა დაიტენოს მაინც და მაინც Apple-ის ადაპტერით, Samsung-ის და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი არ ამართლებს იმას, რომ ნებისმიერი ადაპტერის და კაბელის გამოყენება შეგვიძლია ჩვენი smartphone-ის დატენვის დროს. რა თქმა უნდა, საქართველოში შევხვდებით ისეთ ადაპტერებს, რომლის ყიდვაც არ შეიძლება პირდაპირ გაგებით, მაგრამ არ გულისხმობ ახლა მაღაზიაში არსებულ კაბელებს, იმიტომ რომ იქ ყველაფერი ორიგინალია, მოდი აქედან დავიწყოთ, Apple-ის კიდე Apple-ია, Samsung-ი და Samsung-ის არის, მაგრამ არის რაღაც ბრენდულებიც. Baseus-ი, Anker-ი, მსგავს ყველა ბრენდს ძალიან დიდ რეკომენდაციას უწევ, იმიტომ რომ აი ხა Anker-ი რო ავიღოთ, კიდე power bank-ებში, კიდე ადაპტერებში, კიდე კაბელებში ძალიან მაგარია. მაგრამ ფასიც აქვს შესაბამისი, ხო? Apple-ის ადაპტერში თუ გიწევს 80 ლარის გადახდა, ის შეიძლება 120 იყირდეს, მაღალ ვატიანი. იაპი ნამდვილად არ არის.
მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ისეთ ადაპტერებზე, რომელიც ტემუზე ღირს 2 ლარი, 3 ლარი, აქ მერე 15-20 დღიდან და ასე შემდეგ. მსგავსულ ხარისხის ადაპტერებს აი როგორი ადაპტერებია იცი რომ გამოიძერ პირობითად და პარკით რო ჩამოდის, ანუ 5-ից რო არ გააჩნია არც სახელი არაფერი. აქვს ძალიან დაბალი ხარისხის მასალები გამოყენებული. არანაირი სერტიფიკატი უსაფრთხოების არაფერი რა თქმა უნდა არ გააჩნია. ამასთან ერთად ძალიან დიდი შანსია და 2-4-4-ია ის თემა რომ მსგავსი ადაპტერი შენ smartphone-ს ვერ მიაწვდის იმას, რაც რეალურად უნდა მიაწოდოს. რამაც შეიძლება უშუალოდ გამოიწვიოს ელემენტის გადახურება, ცუდად დატენვა, თუ ოდესღაც დაიტენა, როდესაც გამოაერთებთ, მერე ელემენტი ცუდად იმუშავებს, ანუ შედარებით უფრო სწრაფად დაჭდება. ძალიან ხშირია შემთხვევები აი ზუსტად ტემუზე და ეგეთ საიტებზე, როდესაც პირობითად რაღაც იქ ტექსტში უწერია, რომ აი ეს არის რა 120 ვატიანი. თვითონ ადაპტერსაც აწერია, რომ 120 ვატი აქვს, მაგრამ რეალურად რა თქმა უნდა 120 კი არა, 5-10-15 ვატი კონდეს მაქსიმუმ. ხოლო რაც შეეხება იმ დეტალს, თუ აი შეიძლება თუ არა მაგალითად Samsung-ის დამტენით iPhone-ის დატენვა, შეიძლება რატომაც არა. ამ შემთხვევაში მუშაობს ესეთი რაღაც, smartphone-ს რამდენი ვატის support-ი ანუ მხარდაჭერაც აქვს, მიიღებს იმდენს. ეხლა უფრო მარტივად რო აგიხსნათ, ძალიან ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ 100 ვატიანი ადაპტერი რაღაც კონკრეტულ smartphone-ს 0-დან 100%-მდე ტენის 15-20 წუთში პირობითად. მაგრამ ეს 120 ვატიანი ადაპტერი ვერც ერთ iPhone-ს ვერ დატენის 0-დან 100%-მდე 20 წუთში და დატენის ზუსტად იმ დროში, რა დროშიც დატენის 20 ვატიანი ადაპტერი. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ iPhone-ს უბრალოდ არ აქვს 120 ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერა. მაქსიმუმ iPhone-ს აქვს 25 ვატი. ეგეც 16 Pro და Pro Max. ცოტა ძველ iPhone-ებს თუ სწორად მახსოვს 18 და 20. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ კაბელს, ხარისხის და ყველაფრის მხრივ ზუსტად იგივე თემა აქვს, რაც ადაპტერზე იყო, ანუ ლარი და 2 ლარიანი არ იყიდოთ და ისე ზოგადად დატენვის მომენტში ადაპტერთან ერთად, რა თქმა უნდა, გააჩნია კაბელს. აი თქვენ თუ მაგალითად გაქვთ ისეთი smartphone, რომელსაც აქვს 80, 100, 120 ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერა, ცადეთ და ძალიან მარტივად მიხვდებით, რასაც გულისხმობ, გამოაერთეთ ის კაბელი ადაპტერიდან, რომელიც უშუალოდ smartphone-ს მოყვებოდა ყუთში, შეაერთეთ სხვა ნებისმიერი Type-C კაბელი და ნახავთ, რომ თქვენი smartphone-ი დაიტენება გააცილებით ნელა, ანუ არ ექნება ის ultra fast charging mode ჩართული, რომელიც ქონდა იმ კაბელის გამოყენების დროს, რომელიც თქვენ smartphone-ს მოყვებოდა ყუთში. დატენვაზე ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა გადავიდეთ ეგრევე ელემენტზე. და პირველ რიგში მოდი ვახსენოთ ის, რომ როგორც უნდა მოვეფეროთ, სულ ცივინიავი არ მივაკაროთ, სულ ყოველ დღე უყოცნოთ და ასე შემდეგ ელემენტს, დროთა განმავლობაში რა თქმა უნდა მოკვდება. ხოლო აი მალე მოკვდება თუ ნელა, ეს ყველაფერი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენზე არის დამოკიდებული. ტემპერატურასაც ვახსენებ აუცილებლად ელემენტისთვისაც კატეგორიულად აკრძალულია ძალიან სიცხე და ძალიან სიცივე. დატენვის დროს რო არ უნდა ითამაშოთ, იმიტომ რომ ორჯერ უფრო იტვირთება, ასე ვთქვათ, smartphone-ი, მაგ დროს ორჯერ უფრო ხურდება. ეკრანზე კი ვისაუბრეთ, რომ ხიმბანი შეიძლება აიკიდოს და ზოგადად დააზიანოს, მაგრამ ელემენტიც რა თქმა უნდა შეიძლება დაზიანდეს. ხოლო აი ეს smartphone-ის ელემენტის სიცოცხლის ამოწურვის ვადა, ესე რომ დავარქვათ, არის დამოკიდებული მის ციკლზე. და რას ნიშნავს ეს? როდესაც smartphone-ი 100-დან ჩამოვა 0-ზე, ეს ნიშნავს ერთ ციკლს. რაც უფრო მეტია ეს ციკლი, ეხა iPhone-ების შემთხვევაში ციკლის ნახვა შეგიძლიათ სეტინგებიდან, სიცოცხლის ნახვა შეგიძლიათ და შეგიძლიათ Android-ებს რაც შეეხება, რამოდენიმე ბრენდია, რომელიც უშუალოდ სისტემურად სეტინგებიდან გაჩვენებს. Samsung-ს არ აქვს, Samsung-ი მარტო იმას გეუბნება კარგია, ნორმალურია თუ ცუდია და მაგით ბევრს ალბათ ვერ მიხვდები. და აი ამ ციკლებს რაც შეეხება როგორც არ უნდა დატენოთ თქვენი smartphone-ი, ანუ საიდან, სადამდეც არ უნდა დატენოთ, ერთი ციკლი რა თქმა უნდა მაინც გავა. ანუ წარმოიდგინეთ 0-დან 50-მდე დატენეთ, დააჩნდა smartphone-ი, კიდევ 50-ზე დატენეთ. ანუ ეს ერთი ციკლი უკვე წავიდა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს საიდან სადამდე ტენით. რაც შეეხება იმ დეტალს, აზიანებს თუ არა smartphone-ის ელემენტს თამაშები, არ აზიანებს საერთოდ უშუალოდ ელემენტს, უშუალოდ ეს პროცესი, მაგრამ ამ ყველაფერს მეორე მხრიდან რო შევხედოთ, აქვს ის ახსნა, რომ რაც უფრო მეც თამაშობ დიდხანს, ხშირად, ელემენტი ბუნებრივია უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე თუნდაც Facebook-ის scroll-ის დროს, შესაბამისად, გიწევს smartphone-ის უფრო ხშირად დატენვა. აი ხშირად დატენვის პროცესი ბუნებრივია პირდაპირ კავშირშია smartphone-ის ელემენტის რესურსთან, სიცოცხლესთან, ხშირი დატენვა კიდე ელემენტისთვის კარგი არ არის.
გავაკეთოთ კიდევ ერთი თემატური გადახვევა, იმიტომ რომ თამაში და გახურება ვახსენეთ და კარგად დაიმახსოვრეთ, რომ არ შეიძლება გახურებული smartphone-ის მაცივარში და საყინულეში და სადღაც სასწაულებში შენახვა. როდესაც smartphone-ი უკვე ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც ბრჭყალებში ხელები გეწვება, არის დაახლოებით ალბათ 50-55 გრადუსამდე. როდესაც ჩვენ 55 გრადუსდებ საყინულეში მინუს ტემპერატურაზე, აი ესეთი სწრაფი ტემპერატურის კლება კატასტროფა არის პირდაპირ გაგებით სხვადასხვა კომპონენტებისთვის. ამიტომ ამ დროს შეგიძლიათ ძალიან მარტივად მოიქცეთ, დაივიწყოთ მაცივარი, წყალში ჩადება და ასე შემდეგ და უბრალოდ გათიშეთ 10-15 წუთი ან დაბლოკეთ და ასვენეთ, იმიტომ რომ ოთახში თუ სადაც არ უნდა იყოთ 55 გრადუსი ვერ იქნება ხო ოთახში. უბრალოდ smartphone-ი არის მაგ გრადუსამდე მისული. შესაბამისად, რომც გათიშოთ, სავსებით საკმარისია ეს ყველაფერი იმისთვის, რომ smartphone-ი გააგრილდეს რაღაც დროის განმავლობაში და მერე გააგრძელოთ თამაში. ხო, ელემენტზე ერთი რაღაც გამომჩა. მე ბევრი მეკითხება ხოლმე აი დედა აქ უკვე ნატირები რაღაცა ძალიან დაბალ პროცენტზეა შევცვალო თუ არა. შეცვალე კი, იმიტომ რომ ელემენტის შეცვლა მაქსიმუმ აი ყველაზე უზარმაზარი ციფრი რო გითხრათ, გიჩნდებათ 300 ლარი. ნუ smartphone-ს გააჩნია, მაგრამ ყველაზე მაღალი გითხარით. და როდესაც smartphone-ზე 300 ლარი ელემენტი გიჩნდება, ესე იგი 5000-4000 იღრის ის smartphone-ი. შესაბამისად, რა ვიცი, 300 ლარად ეგეთ smartphone-ს ბუნებრივია ვერ იყიდით. ეხლა კიდე უცბად თემატურად გადავყვეთ, გახსნილ smartphone-ებზე ვისაუბროთ. ნუ თუ რაღაცა შესაძლებელი უნდა გაიხსნეს, შეიცვალოს, ეგ ვახსენეთ უკვე, რაც შეეხება იმ დეტალს, რომ აი ახლა არის smartphone-ები, რომელიც უძლებს წყალს, ესე რომ დავარქვათ რა, აქვს შესაბამისი სერტიფიკატები, მაგრამ არც ერთი კომპანია, არც ერთი მაღაზია და არავინ დედამიწის ზურგზე საგარანტიო პირობებში არ გეუბნება იმას, რომ შენ თუ წყალში შეიტან და გაფუჭდება, მე ამას სავანაცხაურებ, გაგიკეთებ. არ არსებობს ეგეთი რაღაც. ამიტომ ამ დროს ჩვენ თავზე ვიღებთ ამ ყველაფერს, რომ ვრისგავთ, თორე აი ხა 16 Pro Max-ი მაქვს, ხო, 13 Pro Max-ი იქდევს, iPhone რაღაც 12 იქდევს და ასე შემდეგ. ყველა smartphone-ი ჩატანილი მაქვს, წყალში გარეცხილი მაქვს და ასე შემდეგ. ხო, სხვის წყალს ეს არ ეხება. სხვის წყალი მარილიანია და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იქ ჩატანა. ზოგადად წყალთან ურთიერთობაც არ შეიძლება smartphone-ის, იმიტომ რომ ის ილექება, შეიძლება კოროზია გამოიწვიოს ამ ყველაფერმა და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ 1-2 თუ ჩაიტან და რაღაცა შენ ჭიას გააყარებ, ამით დიდი პრობლემა არ შეიქმნება. თუ გიყვართ წყალში გადაღება, აი ესეთი кейსები არსებობს, რომელიც ჰერმეტულად იხურება და შეგიძლიათ თქვენი smartphone-ი მან ჩააგდოთ და იმ кейსით უკვე სადაც გინდათ გინდ მარილიან წყალში ჩაიტანოთ, გინდ ჩაქრიან წყალში. გადავიდეთ კამერებზე და პირველ რიგში შევეხოთ იმას, რომ ისევე როგორც ელემენტს კამერასაც აქვს თავისი რესურსი, დროთა განმავლობაში კარგავს ფერებს, წყობრიდან გამოდის წყალებში, ესე რომ დავარქვათ, სტაბილიზაციის თემა, აღარ არის ისეთი ეფექტური როგორც იყო და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ყველაფერს ვერ გავექცევით. რისგანაც გაქცევა შეგვიძლია, ეს არის ისევ ჩვენზე დამოკიდებული. ერთ-ერთი ესეთი დეტალი არის მაგალითად ის, რომ მოვაცილოთ მზის სხივებს, იმიტომ რომ როდესაც ამ შუშას ურტყავს მზის სხივი, იქ შეიძლება ლინზა დაზიანდეს, რამაც ასევე შეიძლება ფოტოს გადაღების დროს ფერის შეცვლა გამოიწვიოს. ასევე შესაძლებელია თვითონ ის შუშა დაზიანდეს, რომელიც კამერის ზემოთ არის მოთავსებული. ნუ ეხლა იმაზე საუბარს აღარ ვაპირებ, რომ დავარდნა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია ნებისმიერი რამისთვის smartphone-ში. ეს იქნება კამერა, ეს იქნება ეკრანი, Bluetooth თუ Wi-Fi მიმღები, პორტი ასევე და ასე შემდეგ. მივადექით პორტს, სადაც დამტენს კაბელს აერთებთ და ნუ მაგის გამომწვევი მიზეზზე ერთ-ერთ ყველაზე ხშირზე ვისაუბრეთ, ეს არის დავარდნა და ამასთან ერთად შემდეგი არის უკვე ის ჭუჭყი და მტვერი, რომელიც გინდა არ გინდა ჯდება იქ. იმიტომ რომ ნუ შეხმავებული ადგილია, ხან ჯიბეში ჩაიდებ, ხან იქ დადებ, ხან აქ დადებ, მტვერი გინდა არ გინდა შედის. ნუ ეხლა ეს მტვერი ჩვენ შეგვიძლია რაღაცნაირად ამოვიღოთ, გააჩნია მტვერსაც, ახალი შესული თუა მოვასწრებთ გამოღებას, თუ უძველი არის, ის ჯდება, ეწეპება და მერე მთელი აფხეკის და რაღაცეების თემაზეა ეგ დამოკიდებული. პორტში ამ სიტუაციას მაქსიმალურად რო ავარიდოთ თავი, smartphone-ებში გვაქვს ნუ ორი არჩევანი. პირველი არის ძალიან კომფორტული, მსგავსი მაგნიტური კაბელები იყიდება ყველგან თითქმის ჩვენთან დიდ მაღაზიებში მე მგონი არ არის Alta Elite და ეგეთები რომელიც არის, მაგრამ აი დინამოსთან რო გახვიდეთ დარწმუნებული ვარ იქნება. თუ არ იქნება და გამოიწერეთ ძვირი არხის. ერთი ეგ ვარიანტია და მეორე ვარიანტი, ასევე ეგ ძალიან კომფორტული არის მსგავსი პორტისთვის განკუთვნილი თავსახური, ესე რომ დავარქვათ, Android-ებისთვისაც არის და ნებისმიერი iPhone-ისთვის. ფერებშიც არის, ასე რომ შეგიძლიათ გამოიწეროთ თქვენთვის ასეული ფერი, უბრალოდ შეარჯოთ იმ პორტში და ნუ ბუნებრივია ამ შემთხვევაში პორტში მტვერი ვეღარ შევა.
დღეისათვის სულ ეს იყო. შევეხეთ ისეთ თემებს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც თქვენი smartphone-ი უკვდავი ვერანაირად ვერ გახდება, მაგრამ შედარებით გაუხანგრძლივდება სრული სიცოცხლის რესურსი, ესე რომ ვთქვათ. იმედი მაქვს გამოგადგათ რჩევები, ვიდეო თუ მოგეწონათ, დიდი თხოვნა იქნება. დაალაიქოთ, გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ არის ხილაკი, გისურვებთ ყველას წარმატებას და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.